მოგესალმებით. საკმაოდ ბევრი ადამიანის Facebook გვერდზე შემხვდა ამომიგდო საფრანგელოზობასთან დაკავშირებით პოსტები, სადაც აი ამით ეს ადამიანები აღნიშნავენ და ამ ადამიანებს სჯერათ ამ ეგრეთ წოდებული საფრანგელოზობისა. საქმე იმაშია, რომ თუ ეს საკითხი ხშირად არ განვიხილეთ და არ დავეყრდენით ღმერთის ორიგინალ მოძღვრებას, რომელიც ბიბლიის მეშვეობით ისწავლება, ესე იგი ღმერთი თავისივე წერილის მეშვეობით გვასწავლის რა არის სწორი და რა არის გადახვევა მისი სწავლებიდან. და ერთ-ერთი არის ეს საფრანგელოზობაც, რომელიც რატომღაც აი საქართველოს ხო უკვე ამდენი საუკუნეა რომ თავის თავს ქრისტიანს უწოდებს, ქრისტიანობის სახელს არის ასე ვთქვათ ამოფარებული და ამ დროს მრავალი არაქრისტიანული ტრადიციასავით და მრავალი არაქრისტიანული რელიგიური, ესე იგი ძველ წარმართული რელიგიური წარმოდგენები ისევ არის მოსახლეობაში, დღევანდელობაშიც კი და ამ დროს მოსახლეობა ქრისტიანობის სახელს არის ამოფარებული და აი აგერ ამბობენ ქრისტიანები ვართო და თუ კი ჩვენ არ შევისწავლეთ რა არის ქრისტიანობა, თუ არ ვისწავლეთ, უყურეთ ახლა ამას, თუ ჩვენ ქრისტიანობა არ ვისწავლეთ ქრისტეს წერილიდანვე, ბიბლიიდან, ესე იგი გამოდის, რომ ჩვენ არ გვეცოდინება ქრისტიანობა რა არის და თუ კი ჩვენ თავს ქრისტიანს დავუძახებთ, ეს იქნება უფრო აი ესე მოდარო არის რა, ასე ვთქვათ, რომ აი ქართველები ქრისტიანები ვიყავით, ვართ და მანამდე რომ წარმართები იყვნენ ძველი ქართველები, ამას რატომღაც საკმაოდ ბევრი ადამიანი ამას არ უკვირდება და ეს საფრანგელოზობაც არის ძველი წარმართული დღეობა და ეს საფრანგელოზობა შეიცავს ერთ ასეთ ელემენტს, რომ ფუძის ანგელოსო, სახლის ანგელოსო, სახლის მფარველ, ესე იგი ოჯახის მფარველ ანგელოსო, სანთელს უნთებენო, რაც არის ძალიან დიდი შეცდომა და ეს არის პირდაპირ ანგელოზის მიმართ მსახურება, რაც არ არის სწორი, იმიტომ რომ აგერ კოლასელთა მიმართ წერილში, რომელიც არის ბიბლიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ახალი აღთქმის წიგნთა შემადგენლობაში არის ერთ-ერთი კოლასელთა მიმართ. და აი ამ წერილში ქრისტეს მოციქული პავლე მიმართავს ქრისტიანებს და გვაფრთხილებს, რომ არავინ გაცდუნოთო ფუჭის სიტყვებითო, ანგელოსთა მსახურებითო, ესე იგი, რომ თითქოს ანგელოზებს უნდა ემსახუროთო, აი ამითო არავინ გაცდუნოთო და თხილად იყავითო ზოგადად ანგელოზების მიმართ მსახურება, აი ამ ფორმით, რომ სანთელი უნდა აღვუნთოთ ანგელოსო, ეს არ შეიძლება. ზოგადად ახლა რაც შეეხება მფარველ ანგელოზს, ჩვენ ბიბლიიდან ვიცით, ვისაც ბიბლია გვაქვს შესწავლილი, ჩვენ ვიცით, რომ მფარველი ანგელოზები ნამდვილად არსებობენ, მაგრამ აი ეს საფრანგელოზობა რაც არის, ხო, ეს უკვე დამახინჯება არის, არასწორია და ზოგადად ეს მსახურება ანგელოზის მიმართ ლოცვაც კი არ არის სწორი. და აგერ ახლა თუ რომელიმე ანგელოზი გამოეცხადა, ვთქვათ, იოანე მოციქულს და იოანე ანგელოზს ელაპარაკებოდა, ვთქვათ, ხო, ის ცხადად ელაპარაკებოდა. და ისე რომ რომელიმე ქრისტეს მოციქულს ანგელოზისთვის ლოცვით მიემართა, ასეთი რაღაცა ქრისტიანულ პრაქტიკაში არასოდეს ყოფილა და ეს არ არის სწორი.